დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოცხადნენ სამოქალაქო აქტივისტები, ვისაც პოლიცია გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, თუმცა რამდენიმე პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე გადაიდო, მათ გადაეცემათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს მოსამართლე საქმის განხილვას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა ელენე ხოშტარია და ნათია ლეთოდიანი, სწორედ ამიტომ გადაიდო მათი სასამართლო პროცესი 22 პირის საქმესთან დაკავშირებით არის საქმე შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ერთ-ერთი არის მოშიმშილე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 37 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს დღეს მოსამართლემ. საქმე ეხება სტიკერის გაკრობას, რომელსაც ეწერა გაიფიცე 11 იანვარს. თავდაპირველად მზია ამაღლობელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, თუმცა დღეს, როდესაც საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩაინიშნა, საიამ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, სადაც წერია, რომ აღნიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით არ შეატყობინეს მზია ამაღლობელს და ასევე ინფორმაცია არ მიაწოდეს არც ადვოკატებს. ეს არის მზია ამაღლობელის პროცესი, ჩვენ ჟურნალისტის და გამომცემლობის დირექტორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, როცა დააკავეს ის 11 იანვარს, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეზე გააკრა სტიკერი იფიცება საქართველოს, ის გააკრეს სრულად უკანონოდ, დააკავა გრიგოლ ბესელიამ, ეს ჩანს პირდაპირ კადრებში, თუმცა ეს უქმე არის პირდაპირ გაყალბებული, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ოკუპში არ ჩანს, რომ გრიგოლ ბესელი აკავს მზია ამაღლობელს, წერია სულ სხვა პირის ვინაობა და ოკუპში წერია, რომ ის დააკავეს 173 მოხდა საფუძველზე, რაც გულისხმობს პოლიციელების შეურაცხყოფას და ოფში წერია, რომ თითქოს მზია ამაღლობელი აყენებდა პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა ღორებს და ასე შემდეგ და ამ ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, რომ მზია ამაღლობელი არათუ შეურაცხყოფს პოლიციელებს, არამედ არაფერს არ ამბობს, უსიტყვოდ მიყვება ეს გრიგოლ ბესელიას. პოლიცია გვედავებოდა ზებრაზე ინტენსიურ გადასვლას, რაც თქმა უნდა სასაცილოა, მათ უნდათ რომ შეგვავიწროვონ ამ მეთოდით, დაგვიშალონ ზებრაზე გადასვლა, მალე ალბათ სახლიდან გამოსვლასაც დაგვიშლიან, რადგან ბიზნე ივანიშვილი ამით წუხდება ქართველი ხალხის პროტესტით, რომელიც არის სამართლიანი და ცდილობს უსამართლო მეთოდებით გვებრძოლოს, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ გავჩერდებით და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. პროცესი გადაიდო იქიდან გამომდინარე, რომ პარასკევს გვიან დაგვიკავშირდნენ ისე იგი სასამართლოდან და არ გქონდა საშუალება იმის, რომ გავცნობოდით საქმის მასალებს. ზებრაზე ესე იგი გადასვლა გადმოსვლით მოძრაობის შეფერხება იყო ბრალდების ესე ვთქვათ აღწერილობა. 4 პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე გადაიდო, 18 საქმესთან დაკავშირებით კი მოსამართლეები რამდენიმე წუთში დაიწყებენ მსჯელობას. დღეს მოსამართლემ უნდა იმსჯელოს მოშიმშილე მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებითაც და საინტერესოა, მიეცემა თუ არა ჟურნალისტ დისტანციურად მაინც სასამართლო პროცესზე ჩართვის შესაძლებლობა.